ძალიან მეჩქარება, მაგრამ ორი წუთი. კი, ანუ ვიცი რაც ხდება, ძალიან სამარცხვინო და საშიში არის ეს სიტუაცია. ახლა დავწერეთ გამოსა ჯავახის შვილზე და იმ ისტორიაზე, უნივერსიტეტის ისტორიაზე საქართველოში და ძალიან სამარცხვინოა, რომ იგივე პრობლემებთან გვიწევს დღეს 21 საუკუნეში გამკლავება და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უნივერსიტეტის ძალას. განათლების წვდომაში იქნება პრობლემა, ყველას არ იქნება საშუალება, რომ თავისუფლად აირჩიოს ის, რაც რეალურად აინტერესებს. რა თქმა უნდა, ყველა გზა ჩაგვეკეთება ევროპაში, მაგალითად, რაც ძალიან დიდი წყარო არის განათლების და შორი პერსპექტივების, ჩვენი ქვეყნის განვითარების, როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ასევე მორალური ღირებულება, ყველაფერი იკარგება. თუ გაქვს ინფორმაცია იმ ხალხის შესახებ, ვინც იმუშავა განათლების რეფორმაზე, მათი კვალიფიკაციის შესახებ, რამე არის ცნობილი? ცნობილი ის არის, რომ უმეტესობას არც აქვს საკმარისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. და ეგ არის ზუსტად კიდევ ერთხელ ვამბობ სამარცხვინო.